ეს ფონდები უნდა იქნას ამოძირკული და ამოშანთული საქართველოსთან და ბოლო სოროსელი რო ჩაძაღლდება საქართველოში, აი მაშინ გაიხარებს საქართველოს. ამაზე დიდი ჭირი არაფერი არ ყოფილა ცხონებულს ვერ გამსახურდიას რო უთხრეს რომ ბოროტებისო იმპერიაო და დამარცხდაო და ეს საბჭოთა კავშირს ხო ეძახდნენ ბოროტების იმპერია. იმან კი დაიხია უკანო, მაგრამ უარესი მოდისო. ეს დაღდათ ვიცი იმ ადამიანების ვისთანაც საუბარი ქონდათ ესე პირის. ამიტომ იყო რომ მოკლეს და საიდან წამოვიდა მისი სიკვდილი, წამოვიდა ამათგან. ლიბერალიზმის მამებიდან, ბუშიდან და ბეიკერიდან და ამათგან. ვისგან წამოვიდა? რაც არ უნდა საშინი ჯერ ასაშინელება ხელის გულზე ცხოვრობდა ხალხი იმ საბჭოთა კავშირში დღევანდელთან შედარებით. მე მინდა აი ამ დებილ ხალხს მივმართო. ამ დებილ ხალხს მივმართო. ძმაო, აი როდესაც ეს ახალგაზრდობა განსაკუთრებით რა, დღედაღამე რო სტალინის გინებაში გახდა ენა რო გაქვთ გადაწყაული. აი სადღაც რო ხართ აქ ან შიგ ევროპაში რო ხართ ან შიგ საქართველოში რო ხართ. გამწარებული, გაწვალებული 12 და 14 საათიან სამუშაოზე რომ მუშაობთ. ერთოთახიან ნაქირავებში რომ მოხვართ 12 საათიან და 14 საათიან ნამუშევარი სულ ამომძვრალი. დაეგდებით და დაიძინეთ, მაშინ შეაგინეთ სტალინს. და მაშინ შეაგინეთ კომუნისტებს, რაც უდები იყვნენ, რომ თქვენი ტოლი ახალგაზრდები ბინითაც უზრუნველყოფილი ქონდათ, სწავლითაც, სამსახურითაც და ყველაფრითაც. ნუ კარგი, დავანებოთ თავი იმას, ხოლმე დამოუკიდებელი საქართველო მინდა და ჩემი ქვეყნის ისავარ, მაგრამ ბიჭო, ასეთი ბლუდა დებილი როგორ უნდა იყო? სადაც ჰერი 2 მილიონ ნახევრიდან 5 მილიონ 300,000 გახდა. ეს იყო ცუდი და ესაა, კარგი 30 წელიწადია, რაც ხდება?